ვაი და მისკდება რაღაცა ცივი მინდა რომ რა კაი გრილი ეს კედელი აბა გაუმარჯო შიტოვიჩ როგორ ახარ ახდება როგორ ჩაიარა ახალმა წელმა ახდება აბა გადასტარებად დაკიდეთ ნაძვის ხეზე სათამაშოები დაკიდებით კი ნაძვის ხეზე არა რას გავხარ სადალი ეს ქორձილში მოგეწონა ნეფე პატარძალი პატარძალი გედა ნეფი არა აი რა ხდება ეხლა გავიგოთ ჩვენთან თორე ცუდად არის ჩვენი საქმე აი რა გაიყიდა ყველაზე მეტად ეხლა ახალწელს თეფშები ხო თეფშები რატოღაც ჩხუბის დროს მიაკდათ და დაიმატეს ასაგებია ხორცი რამდენი კილო გავყიდეთ ხორცი 60 ხო ასაგებია პური რამდენი წავიდა პური 140 ასაგებია ლიმონათი 100 ლიმონათი 100 ასაგებია სალფეტკი აჰა გასაგებია სალფეტკი ესე ვითხოვნა წავიდა რა საკეთებ ჩიტოვიჩ რა არის ხა რას მაიმუნე თავს ვიფხარ მე სადიფხან მაგ თავს ჩამცხრალა ცოტა რა ჭამი ახალწელს ამისთანა ესე დღეში რო ხარ შავი მადრიჯანი, შავი ღიზილალა, შავი ინდაური და შავი ხაჭაპური. შავი რატოღაც? ობაჩკავი ფესტა თვალებთან. ასაგებია. აი, ბეგლარიჩ. ხო. 6 თვიანი ნისის როულს რო ვეძებთ. ხო. ვარ გინახო. ნისის როული ხო დავკარგეთ კაცო უკვე. აუ დავიღუპეთ. რაზე დაიღუპე? სამკულში რამე ვეფრიალო სახეზე. კარგი ჩიტოვიჩი. აკაცი ხარ შენი, ა? ბეგლარიჩ ერთი ძოთი ხელი შემანაცვლე თავთან რა. ხელი? ხო. აი შეგანაცვლე. რა საკეთებთ? კაია ვარჯიში. ნუ ხარ მაიმუნი და ეგეთ რაღაცებს მეიგონებ რაღაცას რა. ეჯოს ბეგლარიჩ ქათამი სადაა? სად იქნება საყინულეშია? მერე გამოვიღოთ და დავკლათ. ო დავკლავთ, მაგას არ არის პრობლემა, მაგას მოვაგვარებ. გაუმარჯოს, მომებო. გაუმარჯოს, ბუხუტიჩ, როგორ ახარ? გაიხარე, თქვენს გილოცავთ, რა და ეს არის. ეცოცხლე რაღაცია ეს. ეგი ადამიანია ახლა. რატო? მოგამიხეცკა გული მე აღარ მორჩევინა. კაი, მივხეროთ ახლა ჩვენ ამბავს, შევავსოთ ყოველდღიური, თორე. ესე იგი, დღეს რა რიცხვია? დღეს 20 ხინგანი. რა ხინკალი, კაცო? აბა რა 20. კარგი, ახლა რაღაცას მაიმუნობ შენ, ანუ იცი ეს მაიმუნობა რა. წავედი ახლა მე წავალ. ხო და მიხედე შენ აკაურობას, ის გასაღები სადადეთ, ჩემი გასაღები მანქანის. სად მაგერეს, შკაფის თავზე? კარადაში ჩადე უჯრაში. სად აგერ, ვერ გავიგე, კაცო. ჯიბეში. ჯიბეში, მე გეტყვა, კაცო, ეგრე. აუ. შევა დაიწყო ბეგლარიჩ. აუ, დაიწყო ისე. ეს ჯერი სანამ არ დაგვემხოვა, თავზე არ გავაგეთოთ. მაცადე ხე 1 3 4 წელი მაცადე და მივხედავ ამას, არ არის პრობლემა რა. აი. ბიჭო. აი რა აკაურობა. ხო გითხარი და გვენგრევა თავზე. აი, წამოდი. ამას მუშებს მოვიყვა, ხელოსნებს შეაკეთებენ, უცებ და აქ არ გაცივდე ხა წამოდი. ვერ წამოვალ, ბეგლარიჩ. რატო ვერ წამოხვალ, კაცო, არ გაცივდე. 10 საათიანი. მერე რა რო 10 საათია რა, 10 საათი რო. მერე კომედი შოუ იწყება, ბეგლარიჩ. კომედი შოუ თუ იწყება, მაშინ მეც არ წავალ, კაცო. მეც უყურებ სიამოვნებით. აბა წიმა, მაინც. აბა შემახარე ცოტა მეც.
Алло. ისა დიახ შენი კუბო იქ დავდგი შემოსასვლელს. არა კაცო თქვენ არ გეუბნებით კაცო. რა გნებავთ? არა გენაცვალე არა სამშობიარო არ არის პირიქით. პირიქით. აი გენაცვალე. ეს სამშობიარო. გამარჯობათ. გამარჯობა. ესე იგი, ქელეხის გაკეთება მინდა რა და თქვენ რამოდენიმე საკითხი მინდა რომ გავარკვიოთ. კი ბატონო, კი ბატონო. ესე იგი, მენიუსთან დაკავშირებით როგორი მენიუ გაქვთ თქვენ პირველ რიგში? მენიუ გვაქვს სამნაირი მენიუ გვაქვს რა, სამნაირი უმაღლესი, საშუალო და სამარცხვი. და განსხვავებები ახლა ძირითადად არაფერი რა, უბრალოდ პირველზე და ბოლოზე დიდხანს ილაპარაკებს ხალხი. აჰა, ნათესავები მეგობრებო. ხო, მეგობრებო. და მეორე საკითხი კიდე რა, სასახლეც მჭირდება რა, სასახლე უნდა გავაკეთო. ზომა მითხარი? ზომა მეტრი და 80. მეტრი და 80, მეტრი და 80 თუ გვაქვს. მეტრი და 80-იანი არა გვაქვს. აბა, დაიტაცეს თუ რაღაც ამბოლო დროს ეს მაღალი ხალხი ეძალა. აბა როგორ მოვიქცე? მომისმინე გეტყვი, მეტრი და 78-იანი. რო წაიღოთ 18-იან რა თქმა უნდა, კაცო, მეტრი და 80 იყო თქვა, გეუბნები და. გაიწევს კაცო ბანაშვიდებს ეს. ანუ გაიწევს ბანაშვიდებს. პირველად მაშინ მე ყვავილების სამბოს მოვა. კი გენაცვალე, კი ბატონო. კი ბატონო. აი გენაცვალე, გასაგები. შენჯან. ალო. დიახ. ვაკეთებთ მიცვალებულის მაკიაჟს, კი? უმაღლესი ხარისხით, როგორ გეკადრებათ, კაცო, ბებიაჩემს რო გაუკეთებთ მაკიაჟი, ისე კარგად იყო, ხალხი ხელისათხოვნელად მოდიოდა. აქ მოიყვანთ თუ ჩვენ მოვიდეთ. კი ბატონო, კი ჩამოყალიბდით და დამირეკეთ. კარგით გენაცვალე. კარგით. და გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან უკმაყოფილო ვარ თქვენით მოკლედ რა. ძალიან უკმაყოფილო. რა იყო კაცო, რა ყინული გამატანე იქ, რა იყო? ფეხი აუცურდა მიცვალებულს თუ რა? კარგი ეხლა გაჩერდი კაცო რა. ყინული იყო ახლა რაღაც ჩაულებრივი, სტანდარტულად როგორც კეთება ჩვენ ვამზადებთ. არა ხარ მართალი ეხლა და გაჩერდი ეხლა მართალი. ახლა მაგას გენგენა. მომისმინე ეხლა სასახლე მინდა რაზე მოვედი რა, სასახლე მინდა და რავი როგორი სასახლეები გაქვთ მაინც რო ვიცოდე რა. ესე იგი იტალიურები გვაქვს, კარგები. იტალიურია. პირდაპირ იტალიდან ჩამოდის ბერლუსკონის აქ ცეხი იქ მაგის და პირდაპირ იქიდან აგზავნის ფრანგულებიც გვაქვს. ხო. და ჩინურებიც გვაქვს რა. ცოტა იაფი არის, მაგრამ ჩინურს არ გირჩევ რა. ჩინურს რა რატო არ მირჩევ? ერთჯერადებია. ხო. აი, მოდი იტალიურს ავიღებ რა. კი ბატონო. ოღონდ ცოტა დიდი რო იყოს სასახლე რა. დიდი რას ქვია, ზომა გითხარით, კაცო და როგორ საჭირო იქნება ისეთი. რა ხდება ეხა იცი? ხო. თვითონ ვინც დაიღუპა რა. ხო. იმის ცოლი არის იმნაირი ეხა რომ მოუწევს იმ კასტრიალი. იმ საფლავში ადგილი რო ქონდეს, თავი რო არ მიატყას, თავისუფლად რო იტრიალოს, მაგამში. კი ბატონო, ესე იგი, მოკლედ. ყველაფერი გასაგებია. რა დაჯდება აი თქვენი? კი, ამ წუთში და ეს გიდა იტალიური ხო? იტალიური გიდა 1200 ლარი დაგიჯდება. 1200 ლარი? და რა შედის ახლა 1200 ლარი? კი ბატონო, ახლა გეტყვი და ახლა ეს უბრალოდ ისე არა, ესე იგი 4 კაცი. 4 კაცი, ვინ 4 კაცია? რომელიც წაიღებს ამ სასახლის. 4 კაცი? შემოდით ბიჭო. არა მიხურეთ და ცოტა დაიხეთ უკან დაიხეთ. ნე რაღაც არ გადაგივარდეთ ადამიანი. რა, იკაც ეს ხელი რატო აქვს ეს ზევით აწეული? ხელი რატო აქვს ზევით ხელი? რუჩკები, კაცო, რუჩკები. რუჩკები სამარა, გასაგები. გასაგები. კიდევ რა გაქვს, რა მომსახურება გაქვს? კაი, ჩამოვუშვი ხელი საკმარისია, კაცო. დადექით არ გახვიდეთ აგერ დადექით უკან. ხო, კიდე გენაცვალე, კიდე რა გვაქვს? დამწუხრებული ვიცით გება კარებში შემოსასვლელში. სიგარეტს რო ეწევა და ქვემოთ აბოლებს ასე. აჰა, ეგეც გააქვთ ეხლა, კარგი. და თავის გაქრება.
თან კაი. ხო, იმ ჯამთელი ბილტვები გქ, ახალი კაცია ვიყვანეთ, თორე სერიოზულად ორ სამპაჭკა სიგარეტს მოწევს, არ არის პრობლემა. ხო, გენაცვალე, კიდევ ვინ აქვს? შიგნით რო იტირებს. ხო. მომტირალი ყავთ? რას ლაბარაკობთ, კაცო? შემოდი. შემოდი. ეს ახლა სერიოზულად? ანუ ეს კაცი იტირებს? კი. როგორ იტირებს? დაიწყე, დაიწყე. აჰა. ხედავ? საერთოდ არ ვიცნობ. ხედე რა დღეში საერთოდ არ ვიცნობდი თქვენ მეზობელს და უკვე დამბურცლა ტანში კაცო. კარგად ის სხვათა შორის მომეწონა ძალიან ამ კაცსაც აი აღარა საჭირო აღარ გინდა კაცები აღარ გინდა მეტყვი. კაი საკმარის ესე მოტივი. კარგი საკმარისია კაცო ნუტირი და გადი წყალი დალიე წყალი. კაი დაწყნარდი ხო დაწყნარდი არა უშავს ახლა გინდა გამაგრება შენ და მაგრად უნდა დადგე და არა და ეს არის всё ხო? არა გენაცვალე ყვავილებს ვინც გაიტანს? ხო, ყვავილების გატანა თქონდა, კი. ე კარგია. კი, ყვავილებს გატანა. და ის ყავს, რა ქვია, ის ადამიანი ხალხს ვინც მართავს რა. ხალხს როგორ მართავს, როგორ გოც. ხალხს მართვა ხო უნდა, კაცო? ხო, მართვა უნდა პრინციპში, მაგრამ. ხო, ხალხს მართავს. შემოდი. შემოდი. და ის რა ვიცი ახლა გამარჯობა, როგორ მართავს ახლა ეს? რა ვიცი. ჰა, რაღაც მოდი დავსვათ რა. ჰა, დავსვათ. ვერ გაიგო ხალხმა ხო, აბა. ვერ გაიგო ხალხ. იბადონ ვერ გაიგო. ჰა, რაღაც მოდი გავართ. რაღაც დავსვათ რა რაღაც. ჰა. ანუ მეორედაც მეორედაც იმეო. კი, გამეორებაც შეგვიძლია. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. კი, სხვათა შორის მე თქვენ არ ვფიქროთ რომ ისეთი რაღაცა ხელწამოსაკრავები ურავთ რაღაცა თელემ ჩვენ რეჟისორიც ყავს. მართლა? რეჟისორიც ყავს, ვინც ამ პროცესს ყველაფერს გავს. სამეგრელოს იქეთ ხარეს 50% მაგის დადგმულია ტირილი ყველა. აჰა. და ჩვენ გვასწავლის თვითონ და როგორ უნდა ვიტიროთ. პრობლემა არ არის, გაცო ეს ჩემები თქვენ ხარესაც ვინც მართლა ჩვენც ახლა მეზობლები ისეთი ახლობლები ხარ. გასავლთ ხოლმე შემოდი. გამარჯობა. გამარჯობა. ეს არის გამარჯობა. ორი ღამე გავათენე. ორი ღამე. გაცო რატო აში მოვიფიქრე. რა მოიფიქრე? სლოგანი. აა? დიახ. როგორია? ეს ხო გაკაცო მოფიქრებული უკვე. წახვარ. ო, თუ დავამატე. თუს კი უნდა და ორი დღე. რეცებში. ხო. ესე იგი ანუ გამოსვლილია და მართლა დაგვადგმებინა ძალიან კარგი, ძალიან სასწაული. ესე იგი ეს ადამიანი მოსულდა გაწუხებთ ახლა ბოდიში. არა, ამ საკითხში ნაკლებად გამოცდილი არიან და თქვენი გაზიარება ჭირდებათ რეჟისურა რაღაცა როგორ უნდა შეიკივრონ იტირონ. ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს. თავარი არის რომ მომენტოთ და გააკეთოთ ყველაფერი ისე როგორც ვაკეთებ. ხასაგებია, ხო? ვინ გარდაიცვალა? ნუ ახლა ვებია. რა მნიშვნელობა? ხალი კაცი. ნუ ხალი. ხალი. იწყე? დავიწყე, ხო? ოი! ჩაისუქნე თაი. ოი! არა, ადექი. აჯიკი. ჩაისუქნე, რა შეიძლება აიგე ხარი. არ გამომდის. მომისვირე ახლა დრო გაქვთ, ხუჩაბაც არის დაგზავნა და მანამდე რეპეტიციები. რეპეტიციო, პრობლემა არ არის. ერთხელ გაგაკეთეთ კიდე. ერთხელ კი ბატონო. 1, 2 და 3. ნიჭიერი ბზანდებით სხვათა შორის.
სვინავი შეგირად 1-2 ჯერ და всё ეგ არის. სხვა რა ვიცი, მაგრამ რა შევთავაზოთ? რა შევთავაზოთ? სხვა ხვალგრებავთ რამე რო ვიცი. რა ვიცი, მუსიკა თუ გექნებათ, მუსიკა როგორ გეკადრებათ? კაც მუსიკაც ყავს. შემოდი. გამარჯობა. აბა, უცებ. საიდან ჩიტოვიჩ, რომელი მინორში კი ბატონო. დაუკრაცა და მაინც. ვალილებში ნაფუჭკნუხა ზალადაკი მშვენებია რა დავტოვეცრემლიანი შენები და შენებია ვალილებში ნაფუჭკნუხა ზალადაკი მშვენებია რა დავტოვეცრემლიანი ახლობლები და შენებია მომისვენეთ ახლა გადავინაცვლოთ აგერ ახლა გვერდით სარეპეტიციო დარბაზი გვაქვს და იქ გავაკეთოთ ყველა კაბინეტია მაინც არ გამოდის აბა ყველა დავიდე გწირ ბიჭებო აბა წამოვსვათ ხელი ავიდა აბა მიხევი შეგირდება ტირილი წავიდა შეგირდება ვალილებში გამოსულხა დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ერთხელ და სამუდამოდ გადადგეს პრეზიდენტი. გადადგეს პრეზიდენტი. გადადგეს, უნდა გადადგეს. აი, შენ რა კაცი ხარ ერთი, აი, შენ რანაირი პრეზიდენტი ხარ ერთი მითხარი რა. ჩვენი ფულებით ჯიბეს იზიებს, კაცო. ჩვენი ფულებით ჯიბეს იზიებს და ხალხი არ ახსოვს. კაცო, ერთმა შეარგოს. კი ბატონო, მაგრამ ჩვენს დაგვაცადოს. წავიდეს 1-2 კაბიკი, ჩვენც გინდა იქნება. რა თქმა უნდა. ბიჭოს სად არის და დანარჩენი მომიტინგე ხალხი ნაწილი საწავიდა? ნაწილი? ხო. ნაწილს მთა შეეშალა. ხო. და სოლომაკიდან მოდიან დარწმენილები. და მალე იქნებიან ახუნებები. კარგი დარაუშავს მეგობრებო, დღეს თუ ვართ 10, 15 და 20, თვალვიქნებით 200 და 250 კაცი. რადგანაც ჩვენს აქტივისტის ბიჭს ხვალაქვს ქორწილ და ბარემ აქ გადავიხდით. აი ესე მეგობრებო. აი, თეთრი დროშა გადმოფინა. მე მგონი ვნებდება თეთრი დროშა გადმოფინა გილოცავთ მეგობრებო. გილოცავთ. რა თეთრი დროშა, კაცო, იბანავა ადამიანი უნდა პირსახოცი გადმოფინა. რა თეთრი დროშა. ბანაობს კიდეც, ხო? ბანაობს კიდეც. ხედავ შენ. ხედავ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო. ნუ შეგეშინდებათ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გასამხნევებლად გამოგვიგზავნა ერთი ანეკდოტი. ეხლავე წაგიკითხავთ მეგობრებო. ეხლავე. დებო და ძმებო, ქართველებო, მამული შვილებო, ბიჭიკია, ეუბნება ჭიჭიკიას. ჭიჭიკიას ეუბნება ბიჭიკია. შენი სიდადრი იმხელ არისო, ტაქსმა რო შემოუაროს, სამმანეთს დაწერსო, სამმანეთსო. მეგობრებო, იცით რა უპასუხა ბიჭიკია? სამმანეთს რა, ღორი კი არა ვარო. რაო! დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, დიდი მადლობა. დიახ. სხვებსაც ვაცალოთ გამოსვლა. აი ბატონია. მობრძანდით, ბატონო, მობრძანდით. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ხალხო მოვედი მეგობრებო, დებო და ძმებო. ყველა ერთად უდგამართ, სადაც ავარ და როგორც არ მეთანხმები, ვერიკო, ჩემი ულამაზესი, უსაყვარლესი ქალბატონი, ჩემი დადა მეგობარი. ხალხო, ჩვენად ყავს ახალი გამგებელი კასპში, კუნთმაგარი და გონება ჩლუგი, რომელიც თავისი კუნთმაგარი გონებით აგვაშინებს, იგინება და ქალებზე იწევს. აგი ქალები არიან მოწმეები, როგორ შეგვეხო ხელითა. მას რქებით გაქვს ყველაფერი და ჩვენც რქებით მივაწვევით საცა და როგორც ერთი წუთით, კაცო. ერთი წუთით. ხალხო, ტატამია, კასპის რაიონი არის ტატამი. ეკაც
ისი არის ჩვენი მწვრთნელი და ვიწყებთ ვარჯიშს სამბოში. თვითმფრინავის ბოლივით უნდა გაქრეს ეკაცი. სადაც არის თვითმფრინავის ბოლივით? ვიზე ლაპარაკობ. ვიზე ამბობ, რას ამბობ? ოლეგი იაძეზე ვამბობ. გასაგებია, მაგრამ რაშუაში ოლეგი იაძეა კასში, აქ არის თბილისში პრეზიდენტის გადაყენებას მოვითხოვ ჩვენ. აი თბილისამდე ჩამოვედი იმის ზებნაში. მე ამერია თავდა რა ხდება რა რა ხდება და მოვითხოვთ რომ გადადგეს პრეზიდენტი. გადადგეს პრეზიდენტი მეგობრებო. გადადგეს პრეზიდენტი. გადადგეს დებო ივანიშვილი გადადგეს. გადადგეს ვინ ივანიშვილი? ალბათ ივანიშვილი. ვაი საბა ხო ვაყენებთ პრეზიდენტს. მაგრამ ივანიშვილი რაშმაში არის მე კაცო. რა მნიშვნელობა ახლა 2 წელიწადში მაინც დაიწუნებთ ამას და ბარემ ეხლავე დავიწყოთ. აბა მერიკო ხალხო შეუდიოთ ხელი გამიჩი. სამოდი ამერიკა წავიდე. ერთად წავედი შეუდიოთ. სამოდი კაცო სამოდი. მეგობრებო. დაამეხმარი. აი აგერ ეხლა მოვა ბატონი მობრძანდით თქვენს. გამოვხატეთ თქვენი გეთილება. მობრძანდით. აი ესე შევისწრებით დავნაგდეთ. აი რა ხდება რა აი ესე დღეშია. ხელმოწერებს ვაგროვებ, უნდა გადავაყენოთ პრეზიდენტი. რა მაფია რა არის ახლა ეს? ანუ პრეზიდენტს უნდა გადავაყენოთ, გადავაგდოთ პრეზიდენტი. ეს ის რა ხდება ახლა ვადა გაუვიდა ამ პრეზიდენტს და ეს მაფია ხო? ვადა გაუვიდა. ისე თქვენ რა გითხარით, ისე თქვენ მანამდე ქონდა ბიჭო მაგას ვადა გასული, რო შემოხაზე ის ნაციონალური და სააკაშვილი. არ უნდა დახედო ვადას. მანამდე ქონდა ვადა მაგას გასული. როგორ ქონდა? რა და დაიგიდგე ვადა სადამდე და რა დაწერია იმას ეწერა. აქედან აქამდე და ანოტაციაში ეწერა. შეინახე პრეზიდენტი გრილდა მშრალ ადგილას. ეს კიდე დარბოდა, ტყე-ტყე და გაცი და გაფუჭდა. ორდრეში. ეგ მაფია, ეგ არის. მაგას ახლა ვარიანტი არ არის, ასე ვერ გამოვაგდებ. ახლა სააკაშვილი მაგიჩიდი არ არის, მაგრამ მაგას ახლა ვირთხას თუ შეუგდებ, იმაში ვირთხების ეშინია მაგას. ვირთხების ეშინია სასტიკად. ხო, მაგრამ ვირთხა საიდან მოვიტანო? ხო. ვირთხა უნდა შეუგდობა რეზიდენციაში. ხო. ხო და გამოვარდებ ეგრევე შენია მე. არა, გასაგებია ვირთხას სადუშო, თქო, ვირთხას აუზნა ისო, შედი კანცელარიაში სავსეა ვირთები. შეიძლება, პრინციპში შეიძლება. ეს მაფია, ეს არის მაფია, მაგრამ ბატონო, მეგობრებო, გავძლიერდეთ, გავერთიანდეთ. კეთას გამოდით, კაცო, დენი არ იყოს რა რაღაცა, გამოდი. შეგიძლიათ ხელმოწერებს ვაგროვოთ, ბატონო. მოდი. ბატონო, ჩემო, ხელმოწერებს ვაგროვოთ, შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენება. ხელმოწერებს თუ აგროვებ, ჩაწერა ჩემი 20 ლარი მაშინ. სამხარაზე როსტომი კი? 20 ლარი რას ამბობ? ბატონო, გასვენება კი არ არის, ხელეხსურა კი არ არის. ხელმოწერა, უბრალოდ ხელმოწერაა საჭირო. გასვენება არ არის? არა, კაცო, რა შეშე. თქვენს კარგად აღარ. ბიჭო, გასვენება არ არის. ცოტა ხანში განახებ, აქ პოლიტიკური გვამის გვასვენება, ცოტა ხანში აქ. უბრალოდ. არა ის კარგით, მაშინ დააფიქსირეთ ჩემი პატრიოტიზმი. ხო, კი ბატონო, დავაფიქსირებ. ფურცელზე. ჩემი პატრიოტიზმი დააფიქსირეთ. სად არის ეს? რა უყავი, კაცო? კია? რა შეძებ? კაცო, ახლა ჯებაში პატრიოტიზმი ჩავიდე და. ხო. რა პატრიოტიზმი? გაზეთი რომ მოიღე, ჩავიდე ისიც და. ვინაუმაცა ნაციონალურმა მოცამა, ბა. მაგრამ რა გაქე ჩაყო ჯიბეში ხელი, ახეთ ღალატი მე თუ ახე ჩაიყო ჯიბეში ხელი. ეს მაფია, ეს არის, ხედავ შე. არ ვიცი. ეს არის გავალ მე ისა. როგორც ხედავ ჩვენი მყოფები მაიმედა და გამაუში კაბელი კაცო და კიოსკში გაზეთს ვიღიდი გავალ. გამაუში კაცო ახალ არის მაიმედა. ერთი თუთი მაცალე. აი მეგობრებო, აფიქსირებენ ჩვენს აქციას აფიქსირებენ ერთად გადავაყენოთ ჩვენი პრეზიდენტის რეზიდენციას გადავაყენოთ აქცია და ჩვენ ახლა გავესაუბრებით ერთ-ერთ ორგანიზატორს მოგესალმებით, თუ შეიძლება გითხრათ რა არის თქვენი მოთხოვნა. ესე იგი ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რადგან გადავაგდოთ ეს ვადაგასული ხელისუფალი. ერთი წუთი კაცო. აი როგორც ხედავ ჩამოყალიბებულები არ არიან რა უნდათ აი რა მოთხოვნა ხელმოწერებს, რის შემდეგაც ჩვენ ამ პრეზიდენტს გამოვაგდებთ ამ აი როგორც ხედავთ მათ არ იციან რეალურად რა სიტყვენ. თავარი უბრალოდ პროტესტი. გისმენთ ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი? და ჩვენ სულ მალე გამოვაგდებთ ამას ბუნაგიდან რასაკეთებ? დაინახეთ ალბათ, დაინახეთ. ზეწოლა თავისუფალ მედიაზე ისინი ვისწორდებიან ფიზიკურად და არ მაძლევენ გასაუბრებას. კამერა გაწმება. კამერა ფიზიკური ზეწოლა არის. ფიზიკური ზეწოლა. აჩენახოთ კამერას ტყევის ადგილს. კამერა გაწმება. არ გვაქვს საშუალებას. მოდით მეგობრებო, გავიგოთ სახშია თუ არა პრეზიდენტი. დავრეკოთ ძარი. აქეთ მეგობარო?
რომელი ხართ? უი, გამარჯობა გიულდეიდა. გამარჯობა. სახშია მიშა. რომელი ხართ გენაცვალე? მიშა სახშია, უკაცრავად მეგობარი ვარ მე. ვაი, მე არ არის მიშა სახში რას სად არის ბოდიში რა გიულდეიდა? ვიცი, შვილო, რას გაიგებ, სად არის, ხან სად არის. გუშინ წინ შემორიბინე 1:15 წუთის წინ და იმის მერე აღარც გვინახავს. რა ვიცი, დასდებს არ ამბობს საერთოდ სად დადის. დასდებს მე მგონი ამ მერაბიშვილს და დადიანა კეთიკით. ხან არხად 1000-ანიან და ხან 1000. გაიგებ რა მე, აბაგიჩი და არ გეუბნები. აი ბოდიში გიულდეიდა შეგაკუთეთ რა. არაფრის გენაცვალე. მეგობრებო, ყურს უგვიგდებს და გვისმეს პრეზიდენტი. გვიგდებს და მოდი გადავაყენოთ ჩვენი პრეზიდენტი. გადადექი პრეზიდენტო, გადადექი. გადადექი. მეგობრებო, მე მგონი არ გადადგება ესე და ჩვენებურად გადავაყენოთ. აბა მიდი. აბა ხო. ბატონო. გავაგდეთ ყველა. აი. აბა ყველა ამყევით. ბატონო მიშა ხო დაადგეთ სასამართლო მომძალდება. დასხედით. ყურადღება. განიხილება საქმეს 346,778 მუხლის 333 უფლებამოსილების გადაჭარბება, ქთამის აღება და თანამშრომელთა დაშანტაჟება. სიტყვას გადავცემ ბატონ პროკურორს. მოგესალმებით ბატონო მოსამართლე, მინდა მივესალმო დამსწრე საზოგადოებას, ქალბატონებო და ბატონებო. პირველი შეკითხვა ბრალდებულის მიმართ მექნება ასეთი. მე ხელთ მაქვს რამოდენიმე პასპორტი და გთხოვთ დამიდასტუროთ არის თუ არა აღნიშნული პასპორტები თქვენი, მაგალითად ასეთი სახელი და გვარი ნკ ნესტორი კაკუშაძე გენაცვალეთ, შემდეგი არის ზაზა ზალდასტანიშვილი და ჯასტინ ბიბერი. გეკუთვნით თუ არა ეს აღნიშნული პასპორტები თქვენ? დიახ, ვადასტურებ მე ამ ყველაფერს, მაგრამ აქვე დავძენ რომ მე სამსახური მაძლევ და იმის კანონიერ უფლებას რომ ედარებინა ეს საბუთები ჩვეულებრივად. უკანონოს რას ხედავენ? ანუ სამსახური გაძლევდა და ამის სამსახური მაძლევ და ჩვეულებრივად. კეთილი, ბოდიშით ბატონო მოსამართლე გადაგირბეთ. კარგით, ნუ ჯასტინ ბიბერი გასაგებია, მაგრამ უიტნი ჰიუსტონის სახელზე რო გაქვთ პასპორტი, გარდაცვლილი რო არიცით? რას ლაპარაკ? უსტონი მოგდა? აუდა გავაგებინოთ, კაცო, ვიღაცა? სისხლია, კაცო. თავდადი მაგის. საწყარი ბებიაჩები, რომ მოგდა ტატიანა. ერთი ხვია, ხუმოსთან მიდგა ხალი. სისხლია, მოგდა. ბოდიში, თუ შეიძლება დავინტერესდე ბატონო მოსამართლე, მაპარტიეთ ეს პირადული შეკითხვა თქვენ ვიზამბეთ. ადვოკატი ვარ, გენაცვალე მე. თქვენ ადვოკატი მზადდებით? ფექაბესელი ადვოკატი დია. ანუ ადვოკატი მზადდებით ბრალდებული ის? ანუ არა, საერთოდ პროფესიით ინჟინერი ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე ადვოკატი ვარ. ბატონო მოსამართლე, თუ შეიძლება მე ძალიან თხოვთ გავითვალისწინოთ ეს ფაქტი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ატყობს ფაქტიურად გამოძიებას, ან მოსული აქ მე არ ვიცი რისთვის. გენაცვალე და თხოვთ საერთოდ დადგეთ და დატოვოთ დარბაზი. აქ ინჟინერი ეს სასამართლოა და ძალიან თხოვთ უზენაესობა წერ პატივი სასამართლოს. რა ვიცი, კაცო, ფული იშოვებაო და გამოვარდი უცებ. სასამართლოში რას ხესვა ისე შემოვარდი და ამ ეტაპზე ვარ ადვოკატი. თქვენ გენაცვალე ბრძანდებით აფირისტი მე მამანტიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ თუ შეიძლება დატოვოთ. აფირისტი ხარ, თქვა აი პროკურორმა კაც შემზე. აფირისტი ხარ, კაცო. ძალიან გთხოვთ, ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ, კაცო, დატოვეთ და თუ საჭირო იქნება, ჩვენ დავუნიშნავთ ადვოკატს, სახაზინო ადვოკატს დავუნიშნავთ. სახაზინო ადვოკატსო დამნიშნავთ, თქვა პროკურორმა აგება. აგიდა, კაცო, შენ რას გადამეკიდე? ამ ჩემს სიტყვას რო იმეორებ, კაცო, ანდა კიდე. რას გადამეკიდე? მე რას ვიმეორებ? ამ სიტყვას, კაცო, გამაგებინე. მე ნორმალური თუ ხარ, კაცო, ცოტა ნორმალურად ილაპარაკე მართლა. ნორმალური თუ ხარ, უყურადღებო, მოსამართლე. ბატონო პროკურორო. ბატონო პროკურორო, მოგუსმინე. აფიცემლოს საზოგადოებაო. ბრალდებულ გუტუს ბრალად ედება ქთამის აღება და მე მაინტერესებს თავად ბრალდებული რა სიტყვის ამის შესახებ. დიახ, ბატონო მოსამართლე, აქვე მინდა ვთქვა, დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა პროკურორს,
დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს. დიდი მადლობა მოწმეებს. დიდი მადლობა დედას. დიდი მადლობა მამას. ერთი წუთი დიდი მადლობა ნათესავებს. ერთი წუთი თუ შეიძლება გაც თქვენ თავი აიღეთ თუ ოსკარი რა მადლობებს იხდე გაც საქმესთან დაკავშირებით თუ შეიძლება რა ძალიან უფრო კონკრეტულად ძალიან გთხოვთ რა აზაპროტესტებ კაცო მე ვაპროტესტებ და მინდა გითხრათ მე მამს მივთქვისება აი ეს ამონაწერი მინდა გაჩვენოთ ბატონო მოსამართლე რომ ეს არის ამონაწერი ბანკიდან რომ მის ანგარიშზე ჩემს კლიენტზე არ დაიწულა არც ერთი თეთრი და თქოთ ეს ამონაწერი აი ჩააგეროთ საქმეს მინდა გითხრათ ბატონო მოსამართლე აგეთვე მაქვს მეორე მივთქვისება აი მინდა გითხრათ ეს არის თვითარი გაზის ხოლო და ხოლო გაზის ფული გადაიხადა ჩემმა კლიენტმა აი ესე ჩააგერეთ მინდა გითხრათ ბატონო მოსამართლე და მესამე მივთქვისება ბატონო მოსამართლე ჩემი კლიენტი 14 საათი და 30 წუთზე როგორც თქვენ თქვით მანამდე იყოფებოდა ბანკის ტერიტორიაზეო სწორი ინფორმაცია ბატონო მოსამართლე ჩემი კლიენტი ანუ იყოფებოდა სახში და ჭამდა ბლის და ძალიან გთხოვთ ბატონო მოსამართლე აი ეს მივკიცებას ჩააკერეთ საქმეში აი ეს ბლინი თვითონ აი ეს ჩააკერეთ მან განაგზობ საქმე და ეს ბატონო მოსამართლე სხვა შორის კიდევ გამომჩა არის ადამიანი გამოჩნდა ადამიანი როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს რომელიც უშუალოდ ხომ ხედავაში გაქვთ მოწმე დიახ უშუალოდ ნახა ეს ყველაფერი თავის თვალით და მე მინდა გითხრათ რომ ის ნათლად ახლის ფარდას ამ დაბნეულ და აგვინახსნის საქმეს საერთოდ ძალიან ხო ბატონო პროკურორო შემოვიდეს მოწმე და მაშინ დროზე შემოიყვანეთ კაცო პახმელიაზე ვარ გამისკდა თავი გამიშრა პირი კაცო პახმელიაზე ვარ მოსამართლე თავი გამისწავლა შემოიყვანო აღარ მინდა გამეორება ბატონო მე გამეორება კაცო გაი ვანაბიამა გამიშრა თუ შეიძლება მოწმე შემოიყვანეთ შემოიყვანეთ მოწმე პროკურორმა გასაგებია ბატონო აღარ გასაგებია კაცო არ კაცო რა არის შემოიყვანეთ კაცო მოწმე თუ შეიძლება შევუძლებო შემოდიო პროკურორო თუ შეიძლება მოუკავით სასო არ არის საჭირო ბატონო არ არისო საჭირო პროკურორმა კაცო თუ შეიძლება მოუკავით სასო არა უბრალოდ კაცია და მივესალმე ეს მოუკავით სასამართლოს რაიცი დაგმისული საქმის შესახებ ხო რავი ხო მე ლიჩნად ეხლა მე არა მე ამ კაცის ახლობელი ვარ ნუ ეხლა ვიცნობ რა ხო და ეხლა არა იმაზე კი არ ლაპარაკობ ეხლა რატო და ეხლა არა ბაზარი არ არის კი შეიძლება რაღაცა ბრალი ედება გამიგე და ისეთი პონტია მაგრამ არა ვაფშე მე რას ფიქრობ იცი რომ ეხლა ეს ადამიანი ანუ რო იყოს დამნაშავე ხო რაღაც პონტში ეხლა ჩემი მხრიდან მაგრამ ვაფშე ეხლა მე რა ვაფშე მაგარი მე ვაფშე რას ფიქრობ მაგრამ ის სხვა ბაზარია ხო ანუ რა არის იცი ეხლა მაგრამ ანუ იმას ვიდახი ამის პონტი რო იყოს ნაღდად ხო მე ეხლა მე ლიჩნად მაგრამ საქმესთან ახლოს ცოტა თუ შეიძლება მაგას ვამბობ რა ანუ ეს თვითონ რა ეს ხო ანუ ეგ არის რა მე რა უნდა ვთქვა ბატონო მოსამართლე რა თუ რამე აზრი გამოიტანეთ ამასთან დაკავშირებით მიბრძანდით განაცვალა რა ძალიან გთხოვთ რა ნათელი მოგფინეთ ამ საქმეს ჩემთვის ძალიან ნათლად დავინახე ბატონო მოწმე თუ შეიძლება დატოვეთ დარბაზი დატოვეთო დარბაზიო აგერ მოსამართლე დატოვეთ დარბაზი დატოვეთო დარბაზიო მოსამართლე მიბრძანდით მიბრძანდითო პროკურორმა თუ შეიძლება დატოვეთ დარბაზი დატოვეთო დარბაზიო აგერ მოსამართლე კაცო ამის ვაფშე რა ვიფიქრე იცი რომ აი ბიგა იცი დიდი მაგრამ აუ ეგ დატოვეთ დარბაზი კაი მაგრამ აი კაცო აგიდი აი კაცო მას ასე ბატონებო და ძვირფასო საზოგადოებო მე მინდა გავუწყოთ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი რამ მე ვაცხადებ შესვენებას 5 წუთით შესვენება მოსამართლე 5 წუთია გასაგავიგე ბატონო გაგიდა გაიგო რა ვერ გავიგე ძალიან ეხა მე მოწმეს
დათარებულია შესვენება. ბატონო მოსამართლე მე რა მინდა მოგახსენოთ სხვათა შორის მართლაც არსებობს რეალური მოწმე და მე მინდა თქვენის ნებართვით აი ეს მოწმე რომელიც ბატონო მოსამართლე არსებობს ამგვარად მოწმე და თქვენის ნებართვით მე მინდა მოწმე დავკითხო და შემოიყვანეთ თქოთ მოწმე შეუბრძანდეს თუ შეიძლება მოსამართლე გაითახა პროკურორი შემოიყვანეთ მოწმე შემოიყვანეთ მოსამართლე და პროკურორი გამარჯობა გამარჯობა რომელი უნდა მოვიცნო ეს ადამიანი არის მეხთამე იყო დიახაც თანამშრომლებს გვამცირებდა ანუ თქვენ გინდა თქვათ რომ შეურაცხყოფას გაღენებდა გვამცირებდა ამდენად ამის ხმა უნდა ანუ შეურაცხყოფას გაღენებდა არა კაცო გვამცირებდა 40 ვიყავი თავიდან სამსახურში ახლა ორი კაცი დავჭიჭე გვამცირა ხო და რაც უსა რკინაბეტონის ქარხანაში მუშაობს როგორც მოგეხსენება ეს დირექტორად ხო და იპარავდა ყველაფერს ამას არ ვიყავი სახში მისული ამას არ მისული და მასივის კარები რო გამოვე რკინაბეტონი მქონდა სავსე სულ მიქონდა ყველაფერი ანუ თქვენ ამბობთ რომ მასივარი რკინაბეტონი ეხლა რომ მოაგ თავი ვიცი აბრამის ხვარივი თუ შეიძლება თქვენო ღირსება აბრამ თუ შეიძლება თქვენო ღირსება ერთი წუთით ხთამთან დაკავშირებით თამებსაც იღებდა დიახ თამებს იღებდა დაბადების დღეზე იყო ჩემი ბავშვის დაბადების დღე იყო და იყო მოსული და 50 ლარი აჩუქა ჩემ ბავშვს ქთამის სახით ხო და თან უბრძანა რა მიაფსი მამაშენსო და შემდეგ რა მოხდა მომაცე მოწმე ფხუ მე მაინტერესებს ხორციელდებოდა თუ არა თქვენზე რაიმე ზეწოლა ნახდათ ხორციელდებოდა დიახ ხორციელდებოდა ზეწოლა გუშინ დამირეკეს პროკურატურიდან და მითხრეს რომ თუ არ მიცემ ჩვენებას ვან შეიტყავის ბრალი ეს იყო აბა დამირეკე მე ცოტა დამნეული ვარ უკაცრავად ბატონო დიახ მოქალაქე მოუყევით თუ შეიძლება სასამართლოს როგორ კაბინეტში იჯდა და კატლებს თლიდა კარტოფილს თლიდა და ტელევიზორს უყურებდი გამახსენდა და ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყვებოდა ანეკდოტს და გამეცინა რა მაგარი ანეკდოტი მოყვა და ეს მოვიდა და თავში არ წამითაქა ძალიან თქოთ თავში წამითაქა მე მეორე ანეკდოტის მოყოლა დაიწყო და იმაზეც მაგრამ გამეცინა და ეს მოვიდა თავში არ წამითაქა კიდე რეებს იგონებ ნამუსი არა გაკ რეებს იგონებ რა დამცინე იჯდე რა ეხა მანდა იჯდერაო ზეგე დაბა იჯდერაო პროკურორო იჯდერაო პროტესტ ვაცხადებ ბატონო მოსამართლე ვაცხადებ პროტესტ აი ეს ადამიანზე არის ეწოლა აიძულებენ თქვა სულ ჩვენება მიწეს სასამართლოს ვაპროტესტებ რა სულ ჩვენებას ვიცებ რა სულ ჩვენებას რებს ვკადრებს ეს საერთოდ 2011 წელს 2011 6 მაისი იყო 6-ია ეს ხაბარს ხუბი საღამოს გამოდიოდი რესტორნიდან და ამ ადამიანმა რესტორნის კარებთან გამკრა მხარი იყო ალესილი საძილი
მილიარდერია გადამეჭრა და იქვე დავიცალე სისხლისგან და გადავიცვალე სანამ სასწრაფო მოვიდოდა. ბატონო მოსამართლე, მე ვაპროტესტებ ამ ყველაფერს. ადექი ზევ დამიცავ რაღაცა ქენი. მე მოწმესთან მეტი კითხვა არ მაქვს თქვენის ნებართვით. სიჩუმე იყოს. თავისუფალი. მეუბნებთ სიჩუმე იყოს. მოგი, ეს ეს მიდა. ხო კაი, რა იყო? კაი, ეს რა იყო? სასამართლო მიდის. სესხის გამოსატანად. სესხის თუ განაშენეს. მოსამართლეს. დაესწრაფა. საერთოდ. განაჩენი ვაჭარ მოოჯა. შეგედე? განაშენი ვაჭარ მოოჯახს რომ ბაგონო შეგედე. კარგითო მესმის, კაცო. აბას ხლუ ხორგონი. სიჩუმე. მოკლედ სასამართლომ იმსჯელა და გამოთვალა დანაშაულის სიმძიმე და უფლების დანაკება პლუს ქთამისაღება პლუს დანაშაულება ჯამში გამოვიდა რომ ბრალდებული უნდა დაისაჯოს და მას უნდა მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 30 წლით. Yes! ამავია, ბატონო მოსამართლე 30 წელიწად. ამავია 30 წელიწად. აი ასე რომ გამოუთვალეთ მოუწია 30. როით არ აღშორა გამოძიებასთან? ბატონო მოსა 26 წელი გამოვიდა, ბატონო. მას უნდა მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 26 წელი. განაირად 26 წელი ბატონო მოსამართლე. მოხუცი ხალი გადაიყვანა გზაზე, ასაზე. ბატონო ხალი. სამალო ჯამში მას უნდა მიესაჯოს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. რა 20 წელი ბატონო მოსამართლე. ბატონო გადაიხადეთ გირაო 5000 ლარი და ახლავე გადაისუფლებთ სასამართლო დარბაზი. ბატონო მოსამართლე რა ამავია 5000 ლარი. რა ამავია კაცო. 200 ლარია ხალბასი ადამიანს. მაშინ თქვენ მითხარით რამდენს გადაიხდით და ახლავეს გადაისუფლებთ სასამართლო დარბაზიდან. ბატონო მოსამართლე ჩვენ ფული ახლა კაცო ფული თუ არ გაქვს მაშინ რა გინდოდა თავისუფალი ხარ გადაისублებული ხარ საერთოდ დარბაზიდან თავისუფალი. ბატონო მოსამართლე მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ აპროტესტებს. თავისუფალი ბატონო მოსამართლე წავალ ჩვენთვის მაგრამ გარდა 60 ხوار გექნება თუ გავყვეთ მარშრუტს. ფაკითავად და სახელმწიფო მიდის. ბატონო პროკურორო მე თქვენ გავალებთ რომ იშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან და გამოუხოთ ბრალდებულს და მის ადვოკატს ლარი და 60 თეთრი რათა ისინი დამუდნენ თავიანთ საქმეს. ლარი და 60-ო გამოუყავიო შენო აგებულო მოსამართლე გასაგებია ჩვენს. ბატონო მოსამართლე მე რატო უნდა გამოვიყო კაცო? არის და გამოვიყო. არის და 60 კაცო რატო უნდა გამოვიყო მე? რატო გამოვიყო? დასდეთ ბრალი და გამოიყო. ბრალიო მოსამართლე. საიდან უნდა გამოვიყო მე? კეთილინებე და თქვენ გაათავისუფლეთ და თქვენვე მიაბრძანეთ. თავისუფლე მაგრამ ვინემ მე გავათავისუფლებ ბატონო პროკურორო. გამანებე დავიჩერეთ ისინი და დასდეთ თქვენ მოიყვანეთ მე საერთოდ ტოვებ პროტესტს. საერთოდ ტოვებ პროტესტს. Ი